სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. საეკლესიო მოსახსენიებელის შევსების წესები. თუ როგორ უნდა შევაგზავნოთ, როგორი წესით, რა უნდა დავწეროთ და ასე შემდეგ. მეგობრებო, თუ თქვენ გსურთ რომ თქვენ მიერ საკურთხეველში შეგზავნილი მოსახსენებელი ყურადღებით და უჩქარებლად წაიკითხონ, გახსოვდეთ შემდეგი წესები. მოსახსენიებელი უნდა შეაგზავნოს საკურთხეველში საღვთო ლიტურგიის, ანუ წირვის დაწყებამდე. ეხლა კარგი იქნება თუ ამას გააკეთებთ წირვის თქვა წინა დღეს, ხო, საღამოს ღამისთების ლოცვაზე, ანუ საღამოს ლოცვაზე. და ესე იგი ანდა ადრე დილით მსახურების დაწყებამდე ეკლესიაში. შემდეგი მოსახსენიებელი ანუ მოსახსენებელში დაწერეთ კაფიოდ გარკვეული ხელით იმ შემთხვევაში თუ თქვენი ბევრი თქვა ახლობელისა და ნათესავის მოხსენება გსურთ, რამდენიმე მოსახსენებლის შეგზავნაც შეიძლება. პირველად უნდა ჩაიწეროს მღვდელთა ვართა და მღვდელთა სახელები, ხო, ამასთან საჭიროა მიეთითოს მათი წოდება, ხო, მთლიანად ან შემოკლებით. მაგალითად მთავარეპის ნიკოლოზი, მღვდელი პეტრე და ასე შემდეგ. მოსახსენებელს, ანუ თუ კი ის უბრალო ფურცელი არის, ხო, თავზე, ზემო თავზე აუცილებლად დაწერეთ ცოცხალთათვის ან მიცვალებულთათვის, ხო, ან შესვენებულთათვის. ჩაწერეთ მხოლოდ იმ ადამიანთა სახელები, ხო, რომელნიც არიან ან იყვნენ მართლმადიდებლური წესით მონათლულნი. ჩაწერეთ ნათლობის სახელის სრული ფორმა, მაგალითად, სიტყვაზე, ხო, ამბობ დავითი და ესე იგი, არა დათო, მაგალითად ნიკოლოზი და არა ნიკა, ეკატერინე და არა ეკა. ეხლა შემდეგი, ბავშვის 7 წლამდე, ანუ იწოდება ყრმად და არ არის საჭირო მოსახსენებელ ადამიანთა, ასე ვთქვათ, გვარის მამის სახელის ტიტულების, პროფესიებისა და იმის აღნიშნა თუ როგორ ესე იგი ნათესავად მოხვდებიან ისინი თქვენ. ანუ დასაშვებია მოსახსენებელში ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა ვთქვათ მეომარი, მონაზონი, სნეულებაში ან უძლურებაში მყოფი, მოგზაურობაში მყოფი, საზღვარგარეთ ან უცხოებაში მყოფი, პატიმრობაში მყოფი, ორსულობაში მყოფი, ხო? არ არის საჭირო ისეთი სიტყვები ჩაწერა, როგორიცაა შეცდომილი, ვნებული, ტანჯული, მგლოვარე, შმაკეული, მოსავლე, ქალწული, ქვრივი და ასე შემდეგ. შესვენებულთა, ანუ მიცვალებულთა მოსახსენებელში აღნიშნეთ ხოლმე ახლად შესვენებული, თუ ესე იგი ხო, სიტყვაზე ახლად შესვენებული, ანუ გარდაცვალების დღიდან მე-40 დღემდე. იმათვის, ვინც უკვე წმინდად არის შერაცხული, ეკლესიის მიერ ლოცვა საჭირო არ არის. მეგობრებო, ჩვენ ვართ შობის მარხვაში ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვებრძოლოთ, შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ძველ ჩვევებს, ცოდვებს, ესე ვთქვათ, პატარ-პატარა ცოდვებს, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად ჩავდივართ, ცოდვას ვიდენთ, ხო? ეხლა არის შობა, ეხლა თუ არა, მაშინ როდის? ანუ ეხლა არის შობა, ანუ ეხლა არის მარხვა და გადავდოთ ეს, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს, რა გვეყვარება ჩვენ ეხლა სოციალურ ქსელები გვეყვარება, ტელეფონი, პლანშეტები, თამაშები და ასე შემდეგ, ზოგს რა ეყვარს, ზოგს რა უყვარს, ანუ გადავდოთ ეს და კი ბატონო, შეიძლება ადამიანი შევიდეს და რაღაც კი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ უფრო დიდი ხანი, ესე იგი, გავაძლიეროთ, ასე ვთქვათ, ლოცვები,
წავიკითხოთ ფსალმუნები, მოусმინეთ სახარებას, აუცილებლად მოусმინეთ სახარებას, აი არღზე მაქვს მე თქვენ იცით, ყოველთვის ვამბობ, უკვე ესე იგი ვამთავრებთ ძველ აღთმას. უпроსტად დავამთავრებთ უკვე, ანუ მთლიანად 50 თავი არის ატვირთული, ძველი აღთმას პირველი თავი დაბადება. რა თქმა უნდა, წმინდა მამის გამარტებით, ასევე არის სრულად მათეს სახარება და იოანეს სახარება, რა თქმა უნდა, ასევე მამების გამარტებით და მოკლედ ერთი სიტყვით აუცილებლად შევძანდით და მოусმინეთ სახარებას. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ ყველა, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ კომენტარებში, აი თქვენ ესეთი თბილი სიტყვებისთვის და რომ ესე იგი გვერდში ხართ და დარწმუნებული ვარ ვიდეოებსაც აზიარებთ და რა თქმა უნდა ამით თქვენ შეგაქვთ თქვენი პატარა წვლილი ღვთის ნების, ღვთის სიტყვის გავრცელებაში, ხო, წმინდა წერილის გავრცელებაში, სახარებაში, რომ აი აზიარებთ ვიდეოს და ამითი ბევრი ადამიანი ნახულობს და მერწმუნეთ ამაზე. რა ვიცი, დიდი საქმე რა უნდა იყოს და ღმერთმა შეგიწიროთ და ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ.